მოგესალმებით ყველას და როგორც ყოველთვის გთავაზობთ დღის განმავლობაში მომხდარ მსოფლიოს შოუ-ბიზნესურ ამბებს. მოდით ჯერ ქართულ სიახლეებს გავაცნოთ, შემდეგ კი უცხოური ამბებით შევიტყოთ. ასე რომ ეს 20 წუთი ზუსტად მათთვის არის განკუთვნილი, ვისაც საინტერესებს მუსიკალური და კინო სიახლეები. კლუბ ემიგრანტში ორი ერთმანეთისგან განსხვავებული შემოქმედის გამოფენა ჩვენება მოეწყო. ერთი შეხედვით რა საერთო შეიძლება ჰქონდეს დიზაინერ თათა ვარდანაშვილსა და ფოტოგრაფ გოგა ჩანადირს. ალბათ არაფერი თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ორივე საქართველოში მოღვაწეობს და თავის ნაწარს თბილისში ქმნის. სწორედ ამ მიზეზით თათა და გოგა გაერთიანდნენ და თავთავიანთი ნამუშევრები წარმოადგინეს. თათამ საზაფხულო კოლექცია გამოფინა. გოგამ კი თავისი არაჩვეულებრივი ფოტოები. თავიდან ბოლომდე არის მრგვალი ცხვირის ფორმები წარმოდგენილი. გარდა ამისა, ქუსლები, ძირები და საზედაპირე მასალები უკვე სპეციალურად ჩემი დიზაინით შექმნილია და დამზადებულია იტალიაში სპეციალურად ამ დღისთვის და გამოგზავნილია. თათას თითოეული ფერმერი არის სიცოცხლიდან. ჩემს ფოტოებში ხა სადაც რომლებიც მხოლოდ ადამიანების გარეშეა წარმოდგენილი, ფოტოებზე ადამიანები არ არის ნაღმეჩლები. მიხედავს მაინც სიცოცხლეს ასახავს, ბუნებას ასახავს, ცხოვრებას. და ეს ორი სიცოცხლე ერთმანეთს დააკავშირა ძალიან იჭერად. თათასგან უკვე ძალიან ბევრს ველოდებით ყველა და არ არის ჩვეულებრივი გამოფენა, იმიტომ რომ მას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს აღებული ქართველი მყიდველის წინაშე და ძალიან კმაყოფილი ვარ მე. წელს თათა გვთავაზობს ძალიან ბევრ ფერებში და ესეთი როგორ გითხრათ ჭყვიალა, ბრდღვიალა, რაღაცა ესეთი ძალიან სახალისოა და მე ვფიქრობ ძალიან სასიამოვნო არის. რო გითხარო ეხა არ ველოდი და ძალიან მაგარია, ვერ გეტყვი, იმიტომ რომ ყოველთვის ვიცი რომ ძალიან მაგარია თათას კოლექცია. მაესტროს ხმის ჩამწერ სტუდიაში ახალი სიმღერა იწერება, რომელიც სპეციალურად ლექსენის სოლო კონცერტისთვის მზადდება. ეს გახლავთ ლექსენისა და თიკოს დუეტი. სიმღერა ძალიან რომანტიკული და ენერგიულია. ცნობისათვის, რეპერის სოლო კონცერტზე, რომელიც 7 მაისს შედგება სპორტის სასახლეში, ბევრი სიურპრიზი ელის მაყურებელს და ბევრი ახალი სიმღერის პრემიერაც. არ მინდა სხვა მეტი თვალების არჩევა, აქ ხარ და თან გეტყვი, რომ ჩემთან დარჩება. ძალიან კარგი სიმღერა გამოდის, ისეთი რომანტიული. მე იმედი მაქვს, რომ ლექსოს მენელს ძალიან მოეწონებათ ეს სიმღერა. გარდა ამისა, ეს არის თიკოს დებიუტი, როგორც უკვე მომღერლის აქამდე ახლა ასე თუ ისე ის მაიმუნობდა სხვადასხვა კლიპებში და პროექტებში და ახლა ასე ვთქვათ სრული სერიოზულობით ცდის სიმღერას. ლექსოს კონცერტზე შედგება მისი ძალიან ბევრი სიმღერის პრემიერა. გარდა ამისა შედგება პრემიერა თიკოს და ლექსოს დუეტის, შედგება პრემიერა ლექსოს და გიგა მიქაბერიძის დუეტის, რომელიც ასევე ძალიან კარგი გამოვიდა და შედგება სიმღერის აქცია სიმღერის პრემიერა, რომელსაც ერთად შეასრულებენ ირაკლი ჩარკვიანი, ქეთათო, უცნობი და ლექსო. ანუ ყველა ეს მომღერალი, რომლებიც მე ჩამოვთვალე ლექსოს სოლო კონცერტზე სპორტ სასახლეში გამოვლენ სცენაზე და გვერდზე დაუდგებიან, მხარში დაუდგებიან ლექსოს. მე გეტყვი სიმართლეს, მე ვერ გეტყვი ვერაფერს. ლექსოს კონცერტს გაახურებენ, ესე ვთქვათ, მაესტროს მომღერლები. იქ იქნება ყბაჩოს პირველი გამოჩენა სცენაზე დიდი მომღერლის ბოდიში ყბაჩოსთან ამპლუაში. აგრეთვე დილამ შვიდობისა, რომელიც ასე ძალიან შეუყვარდათ მაყურებლებს და რა თქმა უნდა კატო. მიხდები როცა ხვალ, აცემლებული რომ წახვალ. კონცერტისთვის ვემზადები საკმაოდ აქტიურად, ადრეც ვთქვი მე რომ ეს იქნება აბსოლუტურად ცოცხალი შესრულები და ეს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს ჩემგან. ახალი სიმღერები გაჟღერდება 6 თუ არ ვცდები 7, აი თიკოს სიმღერას წერს სწორედ დღეს თიკოსთან ერთად ეს სიმღერაც გაჟღერდება და ანუ სამი დუეტი და ამ სამი დუეტის გარდა ჩემი
4 ახალი სიმღერა, რომელიც ჩავწერე სპეციალურად ამ კონცერტისთვის. და გარდა ამისა იქნება ის სიურპრიზი, რომლის დეტალებსაც მე ასე თუ ისე რაღაცა ნაწილდებდი ჩემს სიმღერებში, აი ეგრეთ წოდებული მინდოზას სახით და ეს მინდოზა გამოჩნდება ჩემს კონცერტზე, ჩემთან ერთად იმღერებს სიმღერას, რომელიც იწერება უკვე, ჩემი ნაწილი ჩაწერილია, მინდოზაც ჩაწერს და ავაფეთქებთ ამ სიმღერას 7 მაისს. მაიმუნობით, ასე ვთქვათ, ის სიმღერები, რაც მე უკვე ვიმღერე, ასე ვთქვათ, ჩემთვის მაიმუნობა იყო და მივედი იქამდე, რომ ლექსომ შემომთავაზა დუეტი ჩამეწერა და რა თქმა უნდა, აღარ მეგონა უკვე, რომ ესეთ შემოთავაზებას მივიღებდი, იმიტომ რომ იმის მერე, რაც მან ესეთ სერიოზულ შემსრულებლებთან ერთად ჩაწერა, როგორც ირაკლი ჩარკვიანია, უცნობი ქეთათო და დიდი მადლობა მინდა ჩემ ძმას ლექსოს გადაუხადო. საარჩევა აქ ხარ და დაანგეთქვი რომ ჩემთან დარჩებათ ფიქრები რომლებმაც მე ასე დამღალეს არ ვიცი ეს სიტყვები ოდეს მე თუ გაგახარეს რადგან ეს გაწყობა სევდამ დღეს უფრო არიან სტუდია ბლიქში ჯგუფის თეისი თავისი პირველი ალბომის ბოლოს სიმღერას წერს. ალბომი თვის ბოლოსთვის გამოვა და მისი სახელწოდება იქნება ამერიკული ვაშლი. ხოლო რაც შეეხება სიმღერას, ეს გახლავთ ჯგუფის სახის გახმაურებული და პოპულარული ვია, რომლის გარემიქსებულ ვარიანტს შეცვლილი სახელი აქვს და ასე ჟღერს გახსოვდეს სახე. სიმღერას თავის პატარა ისტორია აქვს, ეს არის ერთ-ერთი იმ პროექტთაგანი, რომელსაც ჯგუფი ახორციელებს სამომავლოდ. თვითონ დათოს მხრიდანაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ნაბიჯი იმისა, რომ მე გავაკეთე აბა თქვენ როგორ შეძლებთ და როგორ გააკეთებთ და რაღაც ვეცადეთ ძალიან, რომ რაღაც გავაკეთებინა ისეთი, რომ რაღაც ნორმალური მაინც ყოფილიყო და ლამაზი ყოფილიყო მოსასმენად. კლიპის გადაღებაზე მეტი საუბარი, სიმღერაზე მე შენ და სხვა. ალბათ დავიწყებთ ერთ-ორ კვირაში გადაღებას ამ კლიპზე და რაც შეეხება სახის კლიპს, უბრალოდ მასალები უნდა მოვიძიოთ. არქივიდან უნდა მოვიღოთ და იქიდან იქნება დამონტაჟებული და გაკეთებული. დაიღო, კაი.